გოგონებო, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მოდი ასეთი კითხვა დავსვათ, რისი გამკეთებელია ეს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით, ანუ ამ ურთიერთობაში თავისთავად ნახოთ მესამე კითხვას. რისი გამკეთებელია ეს ადამიანი? მას. ნახოთ. როგორ საინტერესო რაღაცა. საერთოდ გაკეთებას და მთელ ამბებზე არ მყავს ხოლმე წაღმა პოზიციაში ტაროს კითხვა, იმიტომ რომ მე უფრო კარგად ვიცი რა, რომელი არკანებიდან და როგორი პოზიციით მომდის პასუხები და ძალიან საინტერესო თამამის, ისი გამკეთებელი, ვერ ვიტყვი რომ რამის გამკეთებელია, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი რომ არაფრის გამკეთებელი არ არის. როგორ ვთქვათ, ახლა ეს ყველაფერი. უკვე ამ ადამიანს აქვს თავისი ცხოვრება. თავისი, ვერ შეიძლება ურთიერთობაც გქონდეს და ურთიერთობაშიც იყოს, მაგრამ ნახე, თუ მსგავს სიტუაციაში ხართ, ყოველთვის ვიმეორებ და ვხსნი, რომ არ შეცვლის თავის პოზიციას და თუ არის ადამიანი ურთიერთობაში, ოფიციალურში და არაოფიციალურში, მაინც იქნება იქ, მაგრამ თქვენთან დაკავშირებით აკვირდება და დაკვირვების პოზიციაშია. თქვენ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხართ, მაგრამ ნახე, აქ არ კეთდება კონკრეტული არჩევანი. არ კეთდება. მაგრამ ადამიანი არის დაკვირვების პოზიციაში. მე მაინტერესებს, რას აკვირდება კონკრეტულად? თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, აკვირდება იმას, რამდენად მარტივად კი არ მინდა ვთქვა, არ არის ეს ტიპი, რომელსაც თლათ მარტივი ურთიერთობა უნდადეს, მაგრამ არ უნდა ზედმეტი ტვირთი ურთიერთობაში, არ უნდა ზედმეტი პასუხისმგებლობა და, ერთი სიტყვით თან ამ ურთიერთობაში უნდა იყოს ძალიან მოწოდების სიმაღლეც და მას კონკრეტულად ნანიჭებდეს სიამოვნება. ანუ გამოდის, რომ ადამიანი ცოტა თავის თავზე ფიქრობს, ხო? შენ მარტო შენს თავზე ფიქრობ, ხო? თუ ამ გოგოზეც ფიქრობ. შენზე თუ ამ გოგოზე, ანუ თლათ მასაც არ არის, მაგრამ როგორ რაღაცა იცი ნეიტრალურშია რა, ისე გამოდის, ჩემი და შენი რამ გაყოა, ანუ მე თუ კარგად ვიქნები, იასნა, შენც კარგად იქნები. ასე გამოდის ეს ყველაფერი. მაინც მე მაინტერესებს, რისი გამკეთებელი ხარ ამ ურთიერთობაში, იმიტომ რომ ნახე როგორია არც აკეთებს, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ თითქოს არ აკეთებს, რაღაცას აკეთებს ისეც ნეიტრალურს, რომ მაინც ეთვლება პლუსში. მაგრამ დაკვირვებული და ჭკვიანი გოგონები იტყვის, რომ ეს არ არის საქმე. მაშინ ნახოთ რას გააკეთებ კონკრეტულად? პირდაპირ გეკითხები, რას გააკეთებ? მოკლედ გოგონებო, ზამთრის პერიოდში არც არ გააკეთებს საერთოდ, მაგრამ ბევრი რაღაც სიტუაცია შეცვლის. ბევრ სხვათა შორის გასვლა აქვს ურთიერთობიდან, მოკლედ შეიძლება ზოგი წავიდეს ან საზღვარგარეთ, ან რა ვიცი, ვის რა გეგმები აქვს, მაგრამ ზოგი რაღაცნაირად დაარღვევს დუმილს და ირეკავს. იმედია ის მისახა ჩემი ხმა. მინიშნება დარეკავს, დაარღვევს დუმილს, მაგრამ რაც შეეხება ცვლილებას კონკრეტულად ამ ზამთარში არაფერი არ იქნება. ზამთრის მერე გქონდეს იმედი? 300 ამოდის. კი, იმედი უნდა გქონდეს, მაგრამ როგორ იმედია, იცი? ამად არ ღირდა, რომ მთელი ზამთარი ყინვაში მარტო უნდა ყოფილიყავი? ამად არ ღირდა. ეს არის, როცა მესამე ფაქტორებით შეიძლება იყოს, მაგრამ ამას რო თავი დავანებოთ, ეს არის, როცა მე შენთან მინდა, მე ვივსები ამით, მე მაქვს ჩემი თავისუფალი სივრცე, მაგრამ მაინც მომავლისთვის ეს არის დამაკმაყოფილებელი. არკანი ეს არის მაინც ზედაპირული, როცა მე კარგად ვარ. დღეს ხო კარგად ვართ და ხვალინდელი არ აინტერესებს ამ ადამიანს. ანუ ამ შემთხვევაში კითხვის დასმა გიღირს თუ არა ეს ადამიანი ძალიან უაზრობად მეჩვენება, მაგრამ მაინც ვიკითხოთ. მაინც არ გიღირს რიანი თასი ამოდის, არ გიღირს რა თქმა უნდა, არ გიღირს, იმიტომ რომ აქ როგონია რომ ყველაფერს ალაგებს, თუნდაც კაი ჯანდაბას იყავი დღეს აქ, მაგრამ საქმეს იმაში რომ გავა რაღაცა პერიოდი და ბევრი, ასე ვთქვათ, განვლილი დრო იქნებით მარტო იქნებით, ამიტომ მოდი ესე ვთქვათ, ამ ადამიანს როგორი შეგრძნება რჩება, იცი, ესე რაღაცა სურათი რო შეიქმნება, უნდა არსებობდე მის ცხოვრებაში. უბრალოდ უნდა არსებობდე მის ცხოვრებაში, უნდა მოისვლებოდეს და მეტი არაფერი. მაგრამ მე აქ უყურებ, რომ ადამიანი შეგნებულად არ იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას და არც არაფერს არ გეუბნება ამისთვის. ანუ, კაი, შეიძლება არ იღებს პასუხისმგებლობას მოქმედებით, მაგრამ სიტყვასაც არ ამბობს, არაფერს არ ამბობს, რამე რო დაგპირდეს თუნდაც. არ გადაწყვეტს ეს ადამიანი ამ ყველაფერს, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება გოგონებო ამ სიტუაციას.
მე ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით.